რას დავიდი? იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემდა. ვაშა გადაცემა თქვენთანაა თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. დღეს სპეციალური გამოშვებით. რა ხდება ქართულ ციხეებში. სანამ გავაგზავნებთ, მოიწონეთ და გამოიწერეთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ პლატფორმაზე: Facebook-ზე, YouTube-ზე, TikTok-ში, Instagram-ზე. ან ყველაში ერთად. პირველი ვინ გახსენდებათ ხოლმე, როცა საქართველოში დიდი უკანონო ხდება და მედიატორსა და ვიღას დამცველს ეძებთ. ევროპა. ბევრი წელია უკვე ასეა. საქართველოს დიდი მიღწევა იყო, რომ 1999 წელს გაწევრიანდა ევროსაბჭოში. ქართველი მასშტაბი ევროპელი, მაშინ თქვა იმ ჭკვიანმა კაცმა. ევროპის კვალში ჩადგომა იმ ხელისუფლებისთვისაც და იმის შემდგომისთვისაც რუსეთისგან განზიდვას ნიშნავდა. ამისთვისაც იყო რეალურად ჩაფიქრებული. ახლა კი რუსეთთან ასე მიზიდული კი არა და უკვე გადაფსკვნელი პროჭორილელები რომ ჩაჭრიდნენ კავშირებს დასავლეთთან, მხოლოდ დროის ამბავი იყო. ასეც მოხდა სამწუხაროდ. რუსეთის კვალად საქართველოსაც ფაქტობრივად დაწყებული აქვს ევროსაბჭოდან გამოსვლის თუ გაგდების პროცედურა, რაც რეჟიმს უამრავ მორალურ დილემას, ვალდებულებას, შემაწუხებელ რაღაც სადამკვირვებლო მისიებს, მოკლედ, ბევრ თავის ტკივილს მოაცილებს. დღეს ვსაუბრობთ საკითხზე, რომლის კონტროლშიც ევროსაბჭოს, რასაც ქვია, სეფე სიტყვა ეთქმის, ციხეებზე. როგორც შედეგი, ორგანიზაციიდან თუ გამოვალთ, გარე ობიექტური დამკვირვებელი აღარავინ დარჩება, ვინც ქართული პენიტენციური სისტემის პრობლემებს შეისწავლის და ამაზე ისაუბრებს. გასაგებია, რომ ზუსტად ეგ უნდა რეჟიმს, რომელიც ქურდულ სამყაროსთან ასეა პირაპირ მნიშვნელობით გადაჯაჭვული, რომ ბევრი საკითხი აქვს დაგროვილი, რომელზეც საუბარი ნამდვილად არ უნდა და ეს საკითხები წლიდან წლამდე მრავლდება. დღეს ამაზე გვესაუბრება იურისტი, მეცნიერი ტატო ქელბაქიანი. მაშასე, რა ხდება გისოსებს მიღმა საქართველოში? ტატო, გამარჯობა, პირველ რიგში მადლობა ამ საუბრისთვის. ევროსაბჭომ გამოაქვეყნა ძალიან საინტერესო სტატისტიკა. თავის წევრ ქვეყნებს შორის საქართველო არის მეორე ადგილზე პატიმრების რაოდენობით. გასაგები მიზეზების გამო არ შედის ბელარუსი და რუსეთი, მაგრამ იმ დანარჩენ 5 ათეულ ქვეყანაში მეორე ადგილი მე მგონი ძალიან ცუდი მონაცემია, მით უმეტეს ხელისუფლებისთვის, რომელიც სულ ლაპარაკობს, რომ ამხელა პროგრესს მიაღწია პენიტენციურ სისტემაში. ამის შემდგომ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად შემცირდა პატიმრების რაოდენობა. დავიდა 10,000-მდე, იყო ჩამოსული 8,000-მდეც და რაღაცა ბოლო პერიოდის განმავლობაში ეს რაოდენობა მეტნაკლებად ეჭირა რა, ესე ცვალებადი კუთხით, მაგრამ ასე ვთქვათ, სადღაც 8-დან 10,000-მდე თამაშობდა ეგ ციფრი. თუმცა მიუხედავად ამისა, ევროპული სტანდარტებით, მაშინ შეიძლება მსოფლიო სტანდარტებით საკმაოდ წინ ვიყავით, იმიტომ რომ სადღაც ამერიკის შეერთებული შტატების და რუანდის მერე ჩვენ გვქონდა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ჩინეთს თუ არ ჩავთვლით, უბრალოდ იქ ინფორმაცია არ არის სანდო და ვერ გაიგებ რამდენია საერთოდ. და მაგრამ ევროპული სტანდარტებითაც საკმაოდ მაღალი იყო ეს მაჩვენებელი და დღემდე რჩება მაღლა. თუ ავიღებთ რუსეთის ჩათვლით მე-4 ადგილზე ვართ, თუ ავიღებთ მარტო ევროსაბჭოს სტანდარტებით მე-2 ადგილზე ვართ. ჩვენ და აზერბაიჯანი სადღაც ახლოს ვართ მონაცემებით. ესე იგი, რეალური ჰუმანიზაციისკენ არ მიდის საქართველო ამ 13 წლიანი ლაპარაკის მიუხედავად. ბოლო 2 წლის განმავლობაში შეიმჩნევა, უფრო მზარდი ხდება, უკვე აშკარად იგრძნობა ეს. შეიძლება ისეთი ასტრონომიული სისწრაფით არ იზრდება, მაგრამ ძალიან მზარდი დაიწყო პატიმრების რაოდენობის და განსაკუთრებით გაიზარდა ესეთი სწრაფი ზრდა მე არ მახსოვს საერთოდ ბოლო 5-6 თვეში. მაგალითად, თებერვლიდან დღემდე 1100-ით არის გაზრდილი პატიმრების რაოდენობა, როდესაც იყო ეს ყაველაშვილის შეწყალება, 700-მდე პატიმარი გამოუშვა, იმის მერე 1100-ით არის გაზრდილი და რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და პედაგოგ მიუთითებს სისხლის პოლიტიკის გამკაცრებაზე. ევროსაბჭოს ეს მონაცემები არის 2024 წლის. ახლა 2025 წელს იგივე ტენდენციაა. პატიმრების რაოდენობა გვაქვს ბევრი. ეხლა დღევანდელი მონაცემებით არის 9850 სადღაც. ეს ივლისის ბოლოს მონაცემია, რომელიც ჯერ საჯაროა, ეხლა ბოლო ერთი თვე დიდი ცვლილება ალბათ არ იქნება, მაგრამ ინახოს დაიდება ალბათ ეგ მონაცემიც. პრობაციონერების რაოდენობა ძალიან დიდია ჩვენთან რა. მაგის თქმა მინდა, იმიტომ რომ დაახლოებით 20,000-ზე მეტია და ევროპული სტანდარტებით ევროპაშიც მე-2 ადგილზე ვართ მანდ. პოლიტიკა არის გამკაცრებისკენ, ხა მაგივე არასრულების რაოდენობაც არის გაზრდილი, რომელიც ან ცოტა იყო ხოლმე რაღაც 30-ის პარკლებში იყო 30-40 მაქსიმუმ და ეხლა 90-მდე ასული. ამიტომ ტენდენცია არის ძალიან მზარდი.
ისეთი ამიტომ განსაკუთრებით ბოლო ნახევარ წელიწადში, რაც ახლა ესე ვთქვათ გამოჩნდა რა. და ან ჩვენ დროს ახლა იყო რაღაცა მზარდი, მაგრამ ნელა-ნელა ესე ვთქვათ ცდილობდა ასე თამაშობდა რა, ძალიან არ გარბოდა, მაგრამ ნუ მაჩვენებელი ევროპული სტანდარტები ძალიან მაღალია. დღემდე მაღალია და თუ შევხედავთ ქვეყნებს, ავტორიტარულ ქვეყნებთან ვართ, ძირითადად ასე ვთქვათ ამ კლუბში ვართ რა, სადაც ესეთი ნუ აქ აზერბაიჯანი, თურქეთი და ნუ ახლა იქ ცალკე რუსეთი, ბელარუსი ცალკე თემაა რა. იქაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ჩვენი სტატისტიკა ძალიან გავს აზერბაიჯანულს, მაგრამ სომხეთთან არის ძალიან დიდი განსხვავება. რით აიხსნება ეს? საინტერესო იცით რა არის კიდე, მაგალითად ჩვენ რამდენი პატიმარიც გვყავს მაგალითად მთელ გლდანის ციხეში, იმაზე 300-ით ნაკლები ყავს მთელ სომხეთს. ანუ ჩვენ სომხეთს რამდენი პატიმარიც ყავს, იმაზე მეტი ყავს ერთ ციხეში ჩვენ მაგალითად. გლდანის დაწესებულებაში, რომელიც რაღაც 2700 პატიმარია, საკმაოდ არანორმალურია, ხა ჩემი საერთოდ ეგეთ ევროპაში ეგეთ დიდი ციხეები არ არსებობს რა. ანუ რომ ხელაც ჩვენთან არის და ნუ ცალკე ხა ღია ტიპის დაწესებულებები, რომლებიც ყველაზე პრობლემურია მაგ თვალსაზრისით. მე შეიძლება მეჩვენება ან რაღაცას არასწორად ვთვლი, მაგრამ ამ სტატისტიკის მიხედვით, რომელიც წლებით არის გამოქვეყნებული, საპარლამენტო არჩევნების წლებს ემთხვევა პატიმართა რაოდენობის საგრძნობი კლება. ეს რას ნიშნავს? რაღაცას შეწყალებები გამოდის არჩევნებთან დაკავშირებით თუ არ არის ასე? რაც ყავილაშვილმა გააკეთა, ეს არის შეწყალება, ეს არის ინდივიდუალური აქტები თითო პირზე და ამინისტია არის კონკრეტულ მუხლებს ეხება რა. ამიტომ ამინისტია რაღაცები იყო გამოცემული და ზოგიერთ მუხს არ შეახეს გასულ წლებშიც. ესეთი ტრადიცია არ არის, მაგალითად ეხა მე არ მახსენდება 2016-ში ან 20-ში ესე რომია მასშტაბური რამე გამოეცხადებინოთ. თუმცა ახლა ბოლო წელიწადში იყო რაღაცა მუხლები, რომელმაც ახლა არსებითად რო შეცვალა პატიმრების რაოდენობაში ამცირა მეთქი ვერ ვიტყვი რა. უფრო ახლა ყველაზე დიდი ნაკადი გამოშვების იყო ახლა აი თებერვალში, როდესაც ნუ ფაქტობრივად ახლა არჩევნებში მონაწილეობის გამო ვიღაცებს დაუფასეს რაღაცები და 700 კაცი გამოუშვეს ერთ ნაკადად მთლიანად დაახლოებით. რომელიც აბსოლუტურად გაუმჭირვალეთ და ესე გაკეთდა რა, ანუ არც არაფერი კომისია არ გაუვლია ადგილზე და 700. აი იმის მერე გაიზარდა 1100. დადებითი თქვა ცოტა, რაც დადებითი ამ სტატისტიკაში ის არის, რომ ქალი პატიმრების რაოდენობა პატარაა. მაგრამ ეს ჯერ კიდევ 2024 წელია და ზეამაღლობელი მაგალითად არ დაუჭერიათ ისე როგორც უამრავი სხვა გოგონა. ქალები ყოველთვის ცოტაა, მაგრამ მაგ რაოდენობაც გაიზარდა. ქალები ხარ სადაც 450. ნუ 300-ის პარაგლებში იყო ხოლმე, მაგრამ ეგეც გაზრდილია. ერთი ბევრი საინტერესო რამეა, მაგრამ ერთი რაც მივაქციე ყურადღება, ტერორისტები ყავს ძალიან ბევრი. 38. მეტი ვიდრე ამხელა გერმანიას. რა გვეტაკა ასეთ? საერთოდ ტერორიზმის დანაშაული ბევრი არ არის. ყველაზე ბევრი არის საერთოდ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, როგორც ყოველთვის და სიცოცხლის და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები. ეგენია უფრო წამყვანი. ნუ საზოგადოების წესრიგისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ. ანუ 3 ჯგუფია ძირითადად. საკუთრების ყოველთვის ბევრი იყო. ეს ტრადიციულად ესეა ქურდობა ძარცვა ასე შემდეგ. არის გაზრდილი არის საზოგადოების წესრიგის და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები და ამაში ძალიან ბევრი რამე გადის, მათ შორის ახლა გნებავთ ტერორიზმი, გნებავთ ახლა აქციების დროს ხალხსაკავებელი მაგ კატეგორიაში გადის ეგეც და ნუ სიცოცხლის და ჯანმრთელობის წინააღმდეგ. აი ეს არის ძირითადი ბირთვი რა და დანარჩენი აი ხა რაც გაზრდილია ალბათ უფრო არის ეს საზოგადოების წესრიგის და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები. თორე საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული ყოველთვის ბევრი იყო და რაღაცა ესე იქნება ალბათ ყოველთვის, იმიტომ რომ რაღაცა უფრო წამყვანია ხოლმე ეგეთი ტიპის დანაშაულები ზოგადად. ახლა ბავშვებში მაგალითად 80%-ია საერთოდ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. ამიტომ ეს რამე განსაკუთრებული მაჩვენებელი არ არის ხა. აი ეს რაც არის გაზრდილი, ეგ არის მაჩვენებელი უფრო ახლა იმის ანარეკლი უფროა, რაც ანუ ასე თქვათ რეპრესიული პოლიტიკის აი დემონსტრატები იქნება თუ სხვა მიმართულებით რომ ნაბიჯები იდგმება, ხო, გამკაცრებული. აი ამ ნაწილში ჩანს ეს ზრდა. კიდევ ერთ საყურადღებო მონაცემია საქართველოს აბსოლუტური ჩემპიონია პატიმართა ასაკით. ყველაზე ხანდაზმული პატიმრები საქართველოში არიან. რატომ ჩვენ ხანდაზმული ადამიანი ჩადის დანაშაულს თუ უბრალოდ დიდხანს რჩებიან ციხეში? ეს როგორ აიხსნება?
მაღალი მაჩვენებელია, იმიტომ რომ ჩვენთან არ გამოიყენება ავან ხანდაზმულობის გამო გათავისუფლების მექანიზმი, რა ძალიან იშვიათად გამოიყენება. და ნუ მაინც ასე ვთქვათ, ასაკის გათვალისწინება ის დიდწილად არ ხდება. ხო, თუ ძალიან დიდი მაჩვენებელია მეთქი, ხა ვერ ვიტყვი, უფრო მაღალი ძირითადი წამყვანი ყველაზე ბევრი მაინც არის 40-დან 50 წლამდე ასაკის, მე მოდი ცოტა უფრო დაბალი, ანუ ხა პროცენტი მაღალი არის და კიდე ერთხელ ვამბობ, იმიტომ რომ ნუ საჯილის დანიშვნის დროს დიდად არ ითვალისწინებენ მაგ ფაქტორს და მე მაგის გამო გათავისუფლება ძალიან იშვიათად ხდება ასაკის გამო. რაც ეხა ევროპაში საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა და ასაკსაც ექცევა ყურადღება, ნუ საჯილის შეფარდებისას რა. ძალიან ცუდით მაჩვენებელი გვაქვს ხარჯებში. პატიმრებზე ხარჯავთ ძალიან ცოტას. აზერბაიჯანი და ბულგარეთი ჩვენთან ახლოს, ბულგარეთისგან გამიკვირდა ევროკავშირის ქვეყანაა მაინც, მაგრამ სომხეთი ხარჯავს ჩვენზე გაცილებით მეც. საქართველოში პატიმარზე იხარჯება 29 евро, ეს არის მე მგონი 100 ლარზე ნაკლები თვეში. როგორ არსებობენ საერთოდ პატიმრები ამ თანხაში? ამ თანხით. დათვლა ხდება მარტივად, აიღე ბიუჯეტი, გაყავი პატიმრების რაოდენობაზე რა. ხა ყველაზე მარტივი დათვლა ეს არის. ჩვენ ძალიან თუ შევადარებთ ევროპულ ქვეყნებს, ძალიან კონტრასტი არის უზარმაზარი რა. ხა პირდაპირ გეტყვით, მე რა ჩემი გამოსილება რომ მახსოვს, ახლა ავსტრიაში ერთ პატიმარზე დღეში ხარჯავდნენ 300 ევროს. და ჩვენ კიდე შეიძლება წელიწადში თვეზე მე კი არა, რამდენიმე თვე შეინახო 300 ევროთ რა. ამიტომ რა თქმა უნდა არის დაბალი შედარებით, თუმცა ახლა ნუ შეიძლება დიდი განსხვავება, ხა თუ სამეზობლოს გადავხედავთ, შეიძლება არ იყოს დიდი განსხვავება ხა სომხეთთან, აზერბაიჯანთან და ზოგიერთი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ძალიან, მაგრამ ცენტრალური და დასავლეთ ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით ძალიან დიდი სხვაობა. იმიტომ რომ ბევრად დიდი რესურსი აქვთ ამ თვალსაზრისით წარმოუდგენლად. თუმცა ჩვენი ბიუჯეტიც ძალიან გაზრდილია, ხო რომ ახლა აქ სამედიცინო მომსახურებაც არის, კვებაც არის, თანამშრომლების ხელფასიც არის და ყველა ხარჯი არის მაგ ამ იმაში. ჩვენ არ ხარჯავთ ფაქტობრივად არაფერს ძალიან მინიმალურს, რაც არის ყველაზე ცუდი, ეს არის რეაბილიტაცია, რესოციალიზაციისთვის რესოციალიზაციის პროგრამები საერთოდ არ არსებობს საქართველოში. წულუკიანი მინისტრი რო იყო, იძახდა რომ წალკოტი გავაშენა ციხეებში და მარწვემა მყავსო და არ ხდება არაფერი მსგავსი. რამოდენიმე დაწესებულების გარდა რაღაცა საწარმო და რამე რო კეთდებოდეს ძალიან მცირეა, არ ვიცი 5%-ზე მეტი არც იქნება ამ კუთხით. დასაქმებული თუ ვინმე ისიც არის სამეურნეო მომსახურებაში, ანუ რომ მუშაობს ადმინისტრაციისთვის ეხა რაღაცებს რო აკეთე ალაგებს ან რაღაც საჭმელები და აქ და არჩის საწევი ძალიან ცოტა. ამ კუთხით მაგალითად ევროპული სტანდარტებით ინფრასტრუქტურაც ერთი იმდენი აქვს ხოლმე რამდენი საცხოვრებელის და ამ კუთხით ძალიან სერიოზული რესურსები იხარჯება რომ ეს აგანმანათლებლო სარეაბილიტაციო სივრცეები იყოს მოწყობილი, ყავდეთ აყვანილი ხალხი და ამას ამუშავებდნენ და ჩვენთან შეუდარებლად ცოტა იხარჯება მაგ მიმართულებით და ძალიან ბევრი იხარჯებოდა მათ შორის ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან და დონორი ორგანიზაციებისაგან ან სერვისების მიწოდება ხდებოდა, რომელიც ფაქტობრივად ახლა აღარ არსებობს ახლა. მეც მქონია ახლა არტ-თერაპია დამოკიდებულების მქონე პირების ციხეში. მაგრამ ნუ აღარ არის. ნუ რა თქმა უნდა და ნუ თვითონაც რაღაცა კანტიკუნდად რაღაცებს აკეთებენ რა. ერთ-ერთი დაწესებულება აქვს საჩვენებლად რა, სადაც სტუმრები დაყავთ ხოლმე და იქ აქვს ბევრი რაღაცა. აი მაგალითად მე-12 და აი მე-16 წელში. რუსთავში. ახლა სადაც ეს პოლიტიკური პარტიის აქვია პოლიტიკური ლიდერები ყავთ ერთიან კომპლექსშია მე-12 მე-16 გვერდით არის. აი მანდვია. იქ მართლა კარგი პირობებია, მაგრამ ნუ ეგ უფრო ეს არის რაღაც საჩვენებელი რა. დატო აქ უნდა ჩაგეკითხოთ რა მასშტაბებზეა საუბარი, რა მასშტაბების პროგრამები იყო და რა აღარ არის. მასშტაბი საკმაოდ დიდი იყო, ეხლა ნუ დიდი გულისხმობ თუ რამე კეთდებოდა სერვისები პატიმრებისთვის, რა ვიცი, ხა 70% იყო არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების ხარდაჭერილი. შეიძლება ცოტა მეტიც რა. ნუ ეს იყო სხვადასხვა ტიპის პროგრამა, სერვის პროვაიდერი ორგანიზაციები, რომლებიც იყვნენ, ეს იყო, რა ვიცი, არტ-თერაპია, სამკერვალოების გაკეთება, ფსიქოლოგიური თერაპია, სხვადასხვა ტიპის პროფესიული კურსები, საგანმანათლებლო კურსები, რა ვიცი, ძალიან ბევრი მე ხა არასრულწლოვნების მაგალითად, რა ვიცი, ხის ქვეთა, ხის ხვატბილ დამუშავება, კომპიუტერის კურსები, ძალიან ბევრი რამე კეთდებოდა. რა თქმა უნდა, სახელმწიფო უწყებებისგანაც იყო რაღაც პროფესიული კოლეჯები, რომ ისინი აკეთებდნენ, მაგრამ ნუ დონორებისგან ძალიან დიდი კონტრიბუცია იყო ამ ნაწილში. და რა თქმა უნდა, ეხლა ეს ეხლა კი არა, უკვე кайხანია, რამოდენიმე ასე ვთქვათ, ძალიან დიდი ხანია უკვე ეს შეწყდა.
მაგ კუთხით. 1-3-4 წელია უკვე აღარც არის, რამოდენიმე იყო დარჩენილი ქალთაში, ვინც რაღაცებს აკეთებდა. და ეხლა არ ვიცი, ხა საერთოდ არ ვიცი, არ დარჩა. შეიძლება რამ ქალთაში რამე ინერციით იყოს დარჩენილი რამე პროგრამა, მაგრამ მეტი არაფერი არ მგონია რომ იყოს. იმიტომ რომ ეხლა დონორი აღარ არსებობს ფიზიკურად და ის ორგანიზაციებთანაც დიდად აღარ უნდა თანამშრომლობა და თავისთავად. ეხლა ის თავის ფულით ვერანაირებს ვერ გააკეთებს. ესე იგი, დონორებთან ეს ხაზები, ეს გზები იქამდე ჩაჭრეს ჯერ კიდევ სანამ ამ რუსულ კანონს შემოიტანდნენ და მთელ მსოფლიოს გადაიკიდებდნენ? და იზოლაციონისტური მიმართულებით სვლა უკვე 3-4 წლის წელია უკვე აქტიურად იყო დაწყებული რა, რომ ნაკლებად ხსნიდნენ კარებს გარე ორგანიზაციებისთვის. და ძალიან რამოდენიმე ლოიალურად განწყობილი რომლებიც იყო შეიძლება იმათვის ხა ეგეთი ორგანიზაციებიც ყავს ხა და რომლებიც რაღაცებს აკეთებდნენ რა. და ხა ეხლა კიდე ხო ხა ბოლო 2 წელიწადია მე აღარც მახსენდება თუ ვინმე ერთადერთი იყო ქალთაში რაღაცა კეთდებოდა, ქალი და ბიზნესი აკეთებდა ერთი ორგანიზაცია და აღარც ვიცი მაგას დარჩა თუ არა რამე პროექტი ხა. მაგ თვალსაზრისით. შეიძლება რაღაცა აიღოს ხა ამათი თანხმობით. და რაღაცა გააკეთოს, მაგრამ სხვა შემთხვევაში ძალიან შემცირდა რა. და ამიტომ ამ კუთხით ხა ჩვენ და საგამართლებო სარეაბილიტაციო პროცესი არ ვიცი ხა თითქმის 5% შეიძლება წვდებოდეს ადამიანების. Დანარჩენ შემთხვევაში დიდად დროს ატარებენ დომინოს თამაში ან რაღაცა. ეგ არის მთელი რეაბილიტაცია იქ. ფასდება თუ არა თანამშრომლების კვალიფიკაცია რაიმე სტატისტიკით. და ვინ ზრუნავს, ან ზრუნავს თუ არა საერთოდ თანამშრომელთა გადამზადებაზე, მომზადებაზე ჯერ და მერე გადამზადებაზე, იმისთვის რომ მათ კვალიფიკაცია მუდმივად აიმაღლონ. თანამშრომლების სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიების პრობლემაა. არაპოპულარულია სამსახურ სისტემა თვითონ სისტემაში ეს პროფესია, რის გამოც კვალიფიციური კადრების შენარჩუნება უჭირთ, გადინება ძალიან დიდი. იმიტომ სტრესულია თვითონ ეს. და მით უმეტეს, როდესაც გადატვირთული ხარ და კიდე არანორმალურ პირობებში გიწევს მუშაობა, რომ მიხვალე ხა მე-16-ში არასწორებს ქათაში, მეტნაკლებად ბალანსი არის. თანამშრომლების და მაგრამ რო გახვალ გდანში, გადახვალ ქსანში, სადაც 1600-მდე პატიმარია, იქ ბალანსი სრულიად მორღვეულია. შესაბამისად, შეიძლება 30-40 ადამიანს 1600 კაცის კონტროლი ევალებოდეს, რაც უკვე შეუძლებელი ხდება და იქ კრიმინალურ სუბკულტურას ვერაფერ ვერ დაამარცხებ. ვერც დაამარცხებ არა, დაამარცხებაზე არ არის საუბარი, ვერ გააკონტროლებ შიდა დინებებს. რესურსი არ გეყოფა ფიზიკურად. და მაგრამ მეორე საკითხია რომ ყავდეს თანამშრომლები მაგდენი. სად დასვავიქ საერთოდ. ოთახი არ ექნება ანუ ამ ინფრასტრუქტურის პირობებში რომ შეუშვა, შეუძლებელი იქნება ასეთი რაოდენობის თანამშრომლების ოპერირება მაგ სივრცეში. იმიტომ რომ უბრალოდ ეს ადგილი არ ექნება, სამუშაო სივრცე არ ექნება შესაბამისი. არ არის ადაპტირებული. იმიტომ რომ ეგ უფრო ეს დიდი ციხეები არის რაღაცა ძველი ამ ზონების გადმონაშთი, ცოტა მოდიფიცირებული, მაგრამ ვერც მოდიფიცირდა. ხა 1600 პატიმარი ღია სივრცეში რო გააღებ კარებს და ყველა ეზოში გამოდის 1600 კაცი. აქ როგორ უნდა აკონტროლო პროცესები წარმოუდგენელია. ვერაფრით ვერ გააკონტროლებ პატიმრებს შორის ძალადობას, რომელიც ძალიან მაღალი მაჩვენებელია ახლა. იმიტომ რომ სუბკულტურა არის თავარი ინდიკატორი ამისი, კრიმინალური პრივილეგირებული პატიმრები და განსაკუთრებით ეს შეიმჩნევა ღია ტიპის დაწესებულებებში, ეს არის ქსანი გეგუთი რუსთავის მე-17 და 2021 წელს წამებწინან ბრძოლის ევროპული კომიტეტი რო იყო ჩამოსული, იმან პირდაპირ თქვა ამის თაობაზე ანგარიში უწერია, რომ აქ პრივილეგირებული პატიმრები არიან, იქ რავი აკვარიუმი უდგას, რა ვიცი, გარემონტებული ოთახი და ასე შემდეგ რა, ქსანზეა საუბარი. თან ეს იმდენად თვალშისაცემი იყო. ამიტომ თანამშრომლების რაოდენობა პრობლემაა. და სხვა ქვეყნებს რა გამოცდილება აქვს? ცხები როგორ ებრძვიან ამ სუბკულტურას? კანონიერ ქურდს შეიძლება ყველა ქვეყანაში არ უწოდებენ, მაგრამ ავტორიტეტული ქურდი, გავლენიანი ქურდი ყველა ქვეყანაშია და ყველა ციხეშია. ფილმებიდან მაინც ვიცით. აი ისინი როგორ ებრძვიან ამას? თავარი პრინციპი რა არის ევროპული სტანდარტებით, რომ ამ ხელციხეები არ არსებობდეს და იყოს სეპარირებული სისტემა, კატეგორიზაცია ხდებოდეს ჯგუფებად და ცალ-ცალკე ხდებოდეს ამ ჯგუფების მართვა და არა ყველას ერთმანეთში შეზელვა რა, როგორც ახლა ჩვენთან არის. ბევრი კატეგორიზაცია შეიძლება იყოს. ეს არის დანაშაულის სიმძიმე, ეს არის ქცევა, ეს შეიძლება იყოს სუბკულტურული მიკუთვნებულობა, კატეგორიზაცია, კულტურა ძალიან წამყვანია ხა მანდ, ვიღაცა არ არის თავსებადი ერთ საკანში.
დააშავა ბევრი შეიძლება ხა მაგალითად იგივე ვიღაც კატეგორიები ყავთ ალკე ხა მაგათ ყოფილი თანამშრომლები და პოლიტიკოსები კი ბატონო ხა არ გადაყავთ ხა იქ თუმცა ერთი შემთხვევა იყო ხა სააკაშვილი რო გადაიყვანეს გდაში რაც არაფერთ არ შეიძლებოდა ეგ საერთოდ ანუ ეგ მაგის კეთება იყო დანაშაულს საერთოდ იმ სივრცეში იყო არ შეიძლებოდა იმიტომ მაინც ალკე ხა სადაც არიან ხა რუსთავში სპეციალურად არის რომ იზოლირებული ხარ რომ რაღაც საფრთხე არ შეგექმნას რა სხვადასხვა წარსული საქმეებიდან. ეგ ერთი კატეგორია, მეორე ხა ყოფილი თანამშრომლები მეორე კატეგორია. ამ დასკვნებს ვინ წერს საერთოდ? რამდენად სანდოა ეს დასკვნები, რამდენად მაღალი პროფესიონალების შედგენილია და რამდენად შეგვიძლია ვენდოთ რომ დიახ, ნამდვილად ასეთია ვითარება და არა სხვანაირი. მე რო თქვი რომ ჩამოვიდა ეს არის CPT-ის ეძახიან წამების სიდანების ბრძოლის ევროპული კომიტეტი, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ ჩამოდის. თუ არ არის ad-hoc ანუ გადაუდებელი ვიზიტი რამე საგანგებო და საგანგებო ვიზიტი სულ მქონდა 3ჯერ თუ 4ჯერ ერთხელ იყო 2012-ში გასაგები იმ ამბების გამო მალევე ჩამოვიდნენ ანუ 12-ში რაღაცა მეორე იყო 2021-ში ხა სუბკულტურის და კრიმინალური ავტორიტეტების გავლენების ზრდის გამო იყვნენ ჩამოსული ცალკე შეისწავლეს ეგ საკითხი და ეს ანგარიშდადეს 2021 წელს ცალკე იყვნენ სააკაშვილის მდგომარეობის შესაფასებლად კიდე ჩამოსული. ეს ანგარიშები საჯაროა, მაგრამ ეხლა არის ძალიან საინტერესოა, ხა მანდ ეხლა რა ხდება ეხლა. ეს ანგარიშები როგორ ხო ჩამოვა 6 თვეში სადღაც 6 თვის მერე 6 თვე სადღაც მზადდება ანგარიში და მერე პასუხები და მერე კიდე შემდეგ 6 თვეში უნდა გამოქვეყნდეს და სახელმწიფოებზე არის დამოკიდებული განაცხადებენ თანხმობას მის გასაჯაროებაზე. ანგარიშების აქამდე საქართველოს უარი არ უთქვია არასოდეს ამ გასაჯაროებაზე. ეხლა უკვე წინა ვიზიტიდან გამომდინარე უკვე უნდა გასაჯაროებული იყო. არის შანსი რომ საქართველოს ხელისუფლება ბლოკავდეს ამ ანგარიშის გამოქვეყნებას, რა კი შეიძლება პოტენციურად რაღაც არ მოეწონოს შიგნით. გვაქვს დიდი ეჭვი რომ არ აძლევს თანხმობას რა. არის რაღაცა მექანიზმებიც ეხლა რომ შეიძლება მაგის თანხმობის გარეშე დადონ თუ ძალიან ისეთი რამე წერია ეხლა იქ. ჩეჩნეთზე გაუკეთებიათ მაგალითად როდესაც რუსეთი არ ამბობდა თანხმობას და მე მაინც დადეს. ჩეჩნეთში არსებულ მდგომარეობაზე, მაგრამ ნუ ძალიან ისეთი უკიდურე აზერბაიჯანი არის ხომ რომელიც უარს ამბობს ხომ იყო ეგეთ შემთხვევები ამის გასაჯაროებაზე. შეიძლება ისეთი რაღაცა ამოდის იქ რომ არ აწყობთ და უკვე უარს ამბობ რა. რომ საჯაროდ დაიდოს რა. დატო დიდი მადლობა დაველოდები თქვენი მცდელობის შედეგს რომ მოიპოვოთ ეს ახალი ინფორმაცია და ახალი მოხსენება. ვაი და იმაში რა წერია საინტერესო. დიდი მადლობა. არაფერს. რატომ ბრუნდება ციხეებში კრიმინალური მართლობა, როცა თითქოს ეს სენი თავის დროზე დავამარცხეთ. ამას მხოლოდ შეცვლილი პენტენციური ფილოსოფიით ვერ ახსნით. ან ადამიანის უფლებათა რაღაცა გაფაციცებული დაცვით თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, ამ ხელისუფლების პირობებში. ეს ამ პროჭორილურმა რეჟიმმა რუსეთისგან გადმოიღო. იქიდან ისწავლა. კრიმინალური სამყარო არის საზოგადოებაზე ზეგავლენის ძალიან ეფექტური მექანიზმი. სამწუხაროდ. მას შესაძლოა ის კი არ უნდა შეავიწრო, კი არ უნდა დაჩაგრო, არამედ შენს პარტნიორად და მეგობრად უნდა აქციო. ჯერ მაშინ, როცა ხელისუფლებაში მოსვლას ცდილობ, შემდეგ კი მაშინ, როცა ცდილობ ამ ხელისუფლებაში ბოლომდე ნებისმიერი ვადი დარჩე. ფარცხალაძე რომანოვის, რიჟვაძის, კალაძისა და უამრავი სხვა სკანდალი ეჭვს პრაქტიკულად აღარტოვებს. ქართული ოცნება დღეს კრიმინალურ სამყაროს უფრო ეყრდნობა თუ ეგრეთ წოდებულ სამართალდამცველებს ხალხი ამას კითხულობს მხოლოდ. ახანის მართულ ქვეყანაში სხვანაირად არ შეიძლება იყოს. პროჭორილური რეჟიმი ყველაზე გამოკვეთილად აგდა პუტინისა და ლუკაშენკოს გზას. ციხის მთავარი ფუნქცია პოლიტიკური სატუსაღოა. ყველაფერი დანარჩენი გინდ ჭორად გამოვიდეს გარეთ, გინდ ევროპულ მოხსენებად უკვე მისაღები რეპუტაციული დარტყმაა. ამაზე უარესი თითქოს რაღა უნდა იყოს. ესაა ვაშა გადაცემა თენგიზ გოგოტიშვილთან ერთად. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოიწერეთ ნებისმიერ პლატფორმაზე. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპას გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, ვაში გადაცემა და